უწყვეტი პროტესტის მე-40 დღეს პროევროპული აქციის მონაწილეები შობას ქაშვეთის ტაძართან შეხვდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე ადამიანები დგანან თანაგრძნობისთვის და იმისთვის, რომ ერთმანეთი გააძლიერონ. მოქალაქეებმა სანთლებით ხელში საშობაო ალილოდ შეასრულეს. მანამდე პროტესტის მონაწილეებმა საშობაო მსვლელობები ქაშვეთამდე სამების საკათედრო ტაძრიდან, ვაკის ეკლესიიდან, ასევე ჩუღურეთში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიიდან, საბურთალოზე წმინდა კვირიკეს და ივლიტას სამრევლოდან და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან მოაწყვეს. ქაშვეთის ტაძართან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მივიდა და შობის დღესასწაულს აქციის მონაწილეებთან ერთად შეხვდა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, მთავარი გამარჯვება ერთიანობა და ესაა გამარჯვება, რამაც საქართველოს დღემდე მოიყვანა. ეს არის არაჩვეულებრივი ნიშანი იმისი, რომ ეს საზოგადოება არის დაუმარცხებელი. 40 დღე არაფერი არ არის, 80 დღეც არაფერი არ არის, თუ შენ გჯერა რომ ბოლოს არის გამარჯვება. და მე მგონი რომ აქ ვინც არის შეკრებილი, ყველას აქვს ეს შინაგანი რწმენა და დღეს არის რწმენის დღე. რწმენა რომ ეს არის იმდენად მართალი საქმე, მართალი მიზანი, რომ არ შეიძლება რომ არ გავიმარჯვოთ და ეს ქვეყანა არ დავაბრუნოთ იქ, სადაც უნდა მიდიოდეს ეს ქვეყანა, ისე როგორც უნდა ვითარდებოდეს ეს ქვეყანა, ეს ყველაფერი ჩვენ წინ არის და ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ პროდასავლური პოლიტიკური პარტიები. საშობაო შეკრებას რუსთაველზე მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრიდან მსვლელობით შეუერთდა პარტია ფედერალისტები.
პროტესტის მონაწილეები ადგილზე ერთმანეთს ტკბილეულითა და ნამცხრებით გაუმასპინძლდნენ, ასევე მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირზე ჩურჩხელები ამოავლეს და მოამზადეს ხინკალი. 17 ნაოჭიანია? 18 ნაოჭიანი. პირველი ცოტა სატესტო იქნება. თეატრალური სტუდენტები, რომლებიც უკვე 21 დღეა უნივერსიტეტის შენობაში საპროტესტო აქციას მართავენ, შობასაც უნივერსიტეტის შენობაში შეხვდნენ. თეატრალური უნივერსიტეტის აივნებზე სტუდენტებმა კვლავ გადმოკიდეს საპროტესტო ლოზუნგები, თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, დაინიშნოს ახალი არჩევნები. პროტესტი გრძელდება რეგიონებში. ჩობის ღამეს ბათუმში აქციის მონაწილეებმა რუსთაველის ქუჩაზე მსვლელობა მოაწყვეს და წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარში მივიდნენ. როგორც მოქალაქეებმა თქვეს, პროტესტის პარალელურად ისინი შობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ქუთაისში შობის ღამეს დემონსტრანტები ახალი წლის მსგავსად პროტესტის უცვლელ ადგილას მერიასთან შეხვდნენ. სიმბოლური არის დღევანდელი დღე იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო თვეების მანძილზე, რაზეც ყველა უკვე ვლაპარაკობთ, ჩვენ ხვდებით მართლა თანამედროვე ახალი ქართული საზოგადოების, ახალი ქართველობის დაბადების და შობის მომსწრეები და რაც ყველაზე მთავარია შემოქმედები თავად. მე არ მაქვს შესაძლებლობა რომ ყოველდღე აქ ვიყო, მაგრამ რაღაცნაირი იმედი და სიმშვიდეა რომ ნებისმიერ დროს, როცა კი შევძლებ დავიძვრინო თავის სხვა საზრუნავებიდან, მოვიდი აქ და სულ ვიცი რომ ხვდებიან ადამიანები, რომლებთანაც საერთო მიზნები და საერთო ინტერესები მამოძრავებს. ქუთაისში დემონსტრანტებმა ასეთ გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დღეს შეხვედროდნენ ერთად, შეხვედროდნენ პროტესტის ადგილას და რაც მთავარია, წერილები დაეგზავნათ, დაეწერათ და გაემზადებიათ გასაგზავნად რეჟიმის პატიმრებისთვის. ამიტომ ახლა ამ წერილებს ვაგროვებთ და მალე იმედი მაქვს რომ მივიღოთ თავის დროზე. ჩვენ გვინდა რომ შობა როგორც დავა არის 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს აღინიშნებოდეს, მაგრამ ახლა ეს დავა გადავდოთ გვერდზე და რაც გვაერთიანებს ის აღვნიშნოთ, ერთობა აღვნიშნოთ და როგორც იმედის დღესასწაული ყველაზე მნიშვნელოვანია გაუზიაროთ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს. ხალხის შობას ღია ცის ქვეშ შეხვდა ზუგდიდშიც.
რუსეთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უწყვეტი პროტესტი 28 ნოემბრიდან დაიწყო. მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანებაზე ფაქტობრივად უარი გამოაცხადა. უკვე 51 დღეა პროევროპული პროტესტის მონაწილეები ახალი არჩევნების დანიშვნისა და დემონსტრაციებისას უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხმრავალ აქციებს მართავენ.